უმიზნოდ მყოფობა ადამიანისა, ეს არის ის საშინელი სენი, რომელიც თუ ადამიანს ჭირს და აქედან თუ არ გათავისუფლდა, არანაირი რელიგიურობა, კეთილშობილება, რაღაცა იდეები მის რა, არაფერი არ უშველეს. გატყორცნილი ცეცხლოვანი ისარევით უნდა იყოს ადამიანი. მას ერთი წამი დასაკარგავით რო არა აქვს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს აი ამგვარ, ესე იგი, არაჯამრთელ გაწონასწორებულ მდგომარეობაში. შეიძლება ისეთ მდგომარეობაში მოვიდეს, როგორც ეს ლიტერატურული პერსონაჟები რომ მოვიყვანოთ, საერთოდ ცოდვა არ ჩაიდინოს ადამიანს. ესეთ ადამიანს შეიძლება ეშმაკიც კი არ ებრძოდეს, მოდი ესე ვთქვა. რა თქმა უნდა, თუ ცოტა სიკეთის სახელით ილაპარაკებს, ამ სოფელს ესეც არ მოეწონება, მაგრამ ასეა თუ ისეა, ეს არის ადამიანისათვის, როგორც მარად განვითარებადი არსებისათვის კატასტროფული მდგომარეობა და ჩვენ არ უნდა გვემუქრებოდეს ეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ამას მიხვდება, განისწავლება შინაგანად, ამას კიდევ ვიმეორებ, რომ განისწავლო უბრალოდ რელიგიურობა არ არის საკმარისი. ახლა რომ ამბობთ, არ არის საკმარისი რელიგიურობა, არ არის საკმარისი. რატო არ არის? რა ვიცი თუ არა? ვიცი, საკუთარი თავიდან ვიცი. მე რა, ჩემ თავს არ ვიცნობ, არ მინახავს ჩემი თავი, რომ დროის რაღაც მონაკვეთში არსად არ მივდივარ, სხვისი გამკითხელ თვალს არ დაუნახია ისეთი ქრისტიანები, რომლებიც არსად არ მიდიან. და ჯობია საკუთარ თავზე ვილაპარაკო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს არსებობს ეს მოცემულობა, ეს ფენომენი და ეს არის ძალიან საშიში რა. და როგორც კი ამას მიხვდები და ჩათვლი ერთ-ერთ ყველაზე საშიში რამეთ ჩვენ ცხოვრებისათვის, იმ წამსვე იწყებ ამოქმედებას, რა თქმა უნდა, ეს რთულია და ჩვენ მოინდომებ გაარღვიო ჩაკეტილი სისტემა, რომელშიც იმყოფები. ჩაკეტილი სისტემა თავისთავად ობიექტურად ეს სამყარო ჩაკეტილია და შენს ტრანსცენდენტულობას, შენს მიღმიერობას, ღმერთიშვილობის პოტენციალს კლავს. ჩაკეტილია შენი ფსიქიკა, შენი ადამიანური ბუნება, ყველაფერი ჩაკეტილია და ამის გარღვევა იოლი არ არის. მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამის გარღვევის. ჩვენ ქრისტიანები ვარ და ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, აგერ წეგან გაგიკითხეთ კიდევაც პავლე მოციქულის სიტყვები და როგორც კი ამას მოინდომებ, შენი ცხოვრება გამოდის, როგორც ხშირად გვითქვავს, კომფორტის ზონიდან. თუ რატო იმყოფება ადამიანი ესეთ მდგომარეობაში? კომფორტულ მდგომარეობაში, საკუთარი სიმართლეც კომფორტულია. სიკეთის ქმნაც კომფორტულია. ყველაფერი კომფორტულია, თუ შენ არ მიდიხარ გარღვევას. ეს გარღვევა არის ზუსტად რთული. და როგორც კი ადამიანი ამას იწყებს, იმ წამსვე სამიზნე ხდები ეშმაკისთვის. მაშინ აღმოგაჩენს ეშმაკა. კიდე ერთი ღვთის ხატი და მსგავსი გაცოცხლებულა, კიდე ერთი აპირებს ქრისტეს უერთგულოს, კიდე ერთი აპირებს ამ ჩაკეტილობიდან გამოვიდეს, გაარღვიოს და იწყებს შენთან ბრძოლას. რითი იბრძვის ეშმაკი? ეშმაკი იბრძვის უშუალოდ, როცა მოქმედებს ის ჩვენ ხორცზე, ნებების სახით, ჩვენ სულზე, დემონური ეგოიზმისა და ეგოიზმი ყოველთვის დემონურია მინდა გითხრათ და პატიმოყვარეობის და სიამაყის და ასე შემდეგ. იგი ცდილობს ჩვენი შემეცნების უნარები დაამახინჯოს, რეფორმირებული კახადოს მათ მიერ სამყარო საქმე და იგი იბრძვის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიერ, რომელი ადამიანებიც მის ნებას აღასრულებენ. ასეთი ადამიანები და უამრავია და ჩვენს ასეთები ვართ, ხშირად ჩვენ თვითონვე ეკლესიის წიაღში ერთმანეთის მიმართ ეშმაკის იარაღები ხვდებით ერთმანეთის მიმართ. როცა რაღაც დროის მყისიერ მომენტში ჩვენი ნება აღარ არის ღმერთთან და არამედ შესაბამისად გულის სიტყვები და ნება არ არის ღმერთთან, შესაბამისად ეშმაკ შეუულია ჩვენით манипуლირება და ერთმანეთის წინააღმდეგ გვიყენებს. ამას წმინდა წერილშიც კი ვხედავთ. გესმით? მოციქულებშიც ვხედავთ ამას. პეტრესეონება გამშორდი სატანამ. გაიხსენეთ, ანუ ადამიანი ადვილად манипуლირებადია. და როგორც კი დაინახავს ეშმაკი, რომ შენ რაღაც გარღვევა გინდა, იმ წამსვე ეს ადამიანები, რომლებიც სულ არიან და ჩვენც ასეთი ვარ, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცას არ ეგონოს, რომ შენ კარგი ხარ, ღმერთი აირჩიე და გარშემო ბოროტები არიან. კიდევ ჩვენც ბოროტი ვხდებით ვიღაცის მიმართ. გესმით? აი ეს მომენტი. და იმ წამსვე მათ მიმართულებას აძლევს შენსკენ და იწყება შენს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს სიტყვები ამიტომ გასაგები ხდება თავის მოწაფეებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ გარღვევის სურვილით ცხოვრობენ, ანუ ღვთის ნების ერთგულები და ღვთისაკენ აქვთ კონცენტრირება, რას ეუბნება იონეს სახარებაში. კრებულისაგან გაანგანსხენ თქვენ, ისეთი მძაფრი იქნება ეს ბრძოლა, რომ მოვალ ჟამი, რათა ყოველმა რომელმა მოგწყვიდნეს თქვენ, გონებდეს, ვითარმეთ მსხვერპლი შეწირა ღვთის.